მეუღლებო და ბატონებო, მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დღე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია ჩვენი ქვეყნის უდიდესი ისტორიის თარიღებში. დღე, რომელიც ეკუთვნის ყველას, აბსოლუტურად ყველა მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა, დღე, რომელიც აერთიანებს ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს. და რადგან ეს დღე მთელი საქართველოსია, სწორედ ეს ერთობა იქნება გამორჩეული ჩვენი კონცერტის, საზეიმო კონცერტის თანხმდები, ვინაიდან დღეს უპრეცედენტოდ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხელოვანები მთელი საქართველოდან, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თქვენს წინაშე წარსდგებიან, წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონს. მართლაც ასეა. ჩვენ დღეს თქვენთან ერთად ვიმოგზაურებთ საქართველოს გარშემო. დღევანდელ სადღესასწაულო გალა კონცერტზე ჩვენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე, მის წარსულსა და დღევანდელობაზე და ასევე მომავალზეც ვისაუბრებთ. დარწმუნებული ვარ, რომ წინ დიდი სიამოვნება გევლით.
აკადემიური ანსამბლი ერისიონი. დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დიდი მადლობა მათ და დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ჩვენთან ერთად ამ მოედანზე ზეიმობს იმ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას უსვამს ხაზს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს და ჩვენი საზეიმო გალა-კონცერტი გრძელდება. ქართლი ძველ ქართულად საქართველოს სინონიმი იყო. ქართლად კი ქვეყანა ითვლებოდა, სადაც ქართულ ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცა. სწორედ ასე ჟღერს გიორგი მერჩულეს ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ქართლის და მთელი საქართველოს გამაერთიანებელ სიმბოლოდ იქცა. ქართლზე იმდენი საოცარი ამბის მოყოლა შეიძლება გმირობაზე, თავდადებაზე, ამ კუთხის შულთა გამორჩეულ თავდაჭერილობაზე. თუმცა ის, რაც ყველაზე მეტად გვეამაყება და გვაერთიანებს და მართლაც უნიკალურს ხდის ჩვენს ქვეყანას, არის სწორედ ქართული ენა. სწორედ ის საერთო, სალიტერატურო ენა, რომლის საფუძველი სწორედ ქართლის თავანგარა ქართულია. ქართლი, ქვეყნის ერთიანობის სიმბოლო, მისი გამამთრიანებელი ერთიანი ენაა. საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაცემული ჯადოსნურ ქართულ სიტყვათა ერთობა და შემდეგ ეს ყველაფერი დამწერლობაში გაცოცხლებული, გაუკვდავებული. თანაც როდესაც ეს დამწერლობა მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობათა შორის ერთ-ერთია, ეს ნამდვილად ისაა, რაც გვეამაყება, რაც გვაერთიანებს. ქართლში ჰეროიკა და უმდიდრესი კულტურა გაერცხეულებულია. ისტორია და თანამედროვეობა ბუნებრივად ერწყმის ერთმანეთს. ქართლი ის მიწაა, სადაც ყველაზე მეტად გრძნობ ილიას სიტყვების ჭეშმარიტებას. აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლის. ღირსეული აწმყო და ღირსეული მომავალი კი ის არის, რასაც ქართლი და მთელი საქართველო თავისი ღირსეული წარსულით იმსახურებს. ახლა კი თქვენს წინაშეა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი რუსთავი. ქართლური მაყრული. დიდი მადლობა ანსამბლ რუსთავს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელი ქვეყნის ზეიმია. ის აერთიანებს ხალხს, ქალაქებს, სოფლებს, ყველა თაობის პროფესიისა თუ ინტერესის ადამიანს. ჩვენს კონცერტში
სწორედ გაერთიანებული არიან ხელოვანები, სახელმწიფო და რეგიონალური ანსამბლები, რომელთა შემოქმედებას მთლიანობაში საქართველოს კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ქმნის. ნამდვილად ასია და აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და ისიც მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ნამდვილად მსოფლიოს მასშტაბით არიან ცნობილები და ისევე როგორც ჩვენს დღევანდელ საღამოში იღებენ მონაწილეობას ხელოვანები მთელი საქართველოდან, ჩვენი ქვეყნის რეგიონებიდან, რაც განსაკუთრებულ მუხტს ქმნის, იმიტომ რომ ეს დღე ნამდვილად ჩვენია, მთელი საქართველოსია და კიდევ ერთხელ ყველანი ერთად გილოცავთ 26 მაისს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქზე, რეგიონზე. გულოცავთ მთელს საქართველოში ცხოვრებ ადამიანებს. და ალბათ დათუნა შენც დამეთანხმები, რომ ყველა ეპოქაში, ყველა დროში მცხეთას განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველთა ცნობიერებაში და ეს კიდევ ანტიკურ ხანიდან მოყოლებული ქრისტიანობის მიღებამდე გაცილებით ადრე დაიწყო ისტორია, რომელიც მცხეთას უკავშირდება ქართველებისთვის. ნამდვილად ასეა. ადმინისტრაციული დაყოფის თვალსაზრისით კი მცხეთა თიანეთი გაერთიანებულია. და ეს ერთი შეხედვით ძალიან ჩვეულებრივი ამბავი თავისი ქვეტექსტით თითქოს ხაზს უსვამს ყველაზე მთავარს, მნიშვნელოვანს, რაზეც დგას ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ერთობა. მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი ანტიკური ხანიდან, ეპოქიდან, რომლის მემკვიდრეობაც მსოფლიოს ნებისმიერი ერისთვის საამაყოა. მცხეთა წმინდათა წმინდა ქალაქი, რომელიც მაცხოვრის კვართის მცველია. ქალაქი, სადაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა და ამით ქვეყნის სულიერი და პოლიტიკური კურსიც განისაზღვრა. მცხეთა თავისი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით და მისი მუდმივი მცველი და გუშაგი, თიულეთი და ხევი. როდესაც ილია ჭავჭავაძე ბრძანებს ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდესო, ამას სწორედ მოხევე კაცის პირით ამბობს და ეს არ არის უბრალო დამთხევა. თავისუფლება დამოუკიდებლობისკენ მუდმივი სწრაფვა. ბრძოლა და უღალავი შრომა ამ ხარის ცხოვრების მუდმივი თამდევია. სცენაზეა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ერისიონი. ცეკვა ყაზბეგური.
ნიშნავს ქვეყნის იდენტობას, მის უნიკალურობას და მნიშვნელობას მსოფლიო ხალხთა დიდ ოჯახში. დასაკურველია მისი განსაკუთრებული როლი სამყაროს განვითარებაში. ქართველებს საამაყო ბევრი რამ გვაქვს, რაც ჩვენი ერის უნიკალურობას, მის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამის დაწვრილად ისიც კმარა, რომ ვახსენოთ საქართველოს ღვინის სამშობლო გამოცხადება და ქართული ტრადიციული მეღვინეობის 8000 წლოვანი უწყვეტი ტრადიციის არსებობა. კახეთს და მთელს საქართველოს სხვა რომ არაფერი ჰქონდეს საამაყო, მარტო მეღვინეობა ეყოფოდა. ღვინის ამ მართლაც ღვთაებრივი სითხის მშობლის საპატიო სახელიც ეყოფოდა. თუმცა კახეთის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა, დიდებული მუსიკალური ტრადიციები და რაც მთავარია, საოცარი ადამიანები, რომელთა მთელი ისტორია და დღევანდელობა მოხვდა უხრელი შრომის, თავდადებული ბრძოლისა და ერთგულების ამბავია უმთავრესი გამსაზღვრელი ფაქტორია ქვეყნის დამოუკიდებლობასა და განვითარებაში. კონცერტს კი სწორედ კახეთიდან დამოუკიდებლობის დღის ჩვენთან ერთად აღსანიშნად ჩამობრძანებული ანსამბლი შილდა და ეთნოგრაფიული ანსამბლი ჩაკრულო განაგრძობენ. ტკბილად ნაკებო კახეთო. კახეთო დიდო ალაზნის ჭალა
მადლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო გალა კონცერტი გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ხელოვანები ქვეყნის ყველა რეგიონიდან, მთელი საქართველოდან. ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველა. სხვადასხვა კუთხის მცხოვრებნი. აკაკი-წერეთის ეს ლექსი ერთგვარი ჰიმნია ქვეყნის ერთიანობის. ყველა კუთხეში მცხოვრები ადამიანის განსაკუთრებული როლის ხაზგასმაა ქვეყნის განვითარების საქმეში. ტრადიცია, რომელიც უხსოვარი დროიდან მოდის და თანამედროვეობა, რომელიც ყოველდღიურად იცვლება, ვითარდება. ისტორიისა და ულტრამოდერნიზმის შერწყმა თუსადმე იგრძნობა. ეს უპირველეს ყოვლისა იმერეთია. სოფლიოში არც თუ ისე ბევრ ქალაქს შეუძლია დაიქვეყნოს იმხელა ისტორიით, როგორც ქუთაისს აქვს და ამავდროულად განაცხადოს, რომ არასდროს ჩამორჩენია თანამედროვეობას. ჩამორჩენია კი არა, არაერთხელ ტონიც მიუწია. იმერეთის განსაკუთრებულობა იმაშიცაა, რომ არა მხოლოდ კულტურული თვალსაზრისით, არამედ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური მიღწევებით. ის ყოველთვის გამორჩეული და განსაკუთრებული იყო, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის მომავალსაც და დამოუკიდებლობის ხარისხსაც. სცენაზე მინდა ვთხოვო ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს. იმერული სახალისო.
მთავარი მონაპოვარი დამოუკიდებლობაა. უდიდესი ღირსება კი განსხვავებულობა და მრავალფეროვნება, რომელიც გვაერთიანებს. ეს ქართულ იდენტობაში ჩადებული გენეტიკური კოდია, რომელიც ყველაზე უკეთ ჩვენს მრავალხმიანობაში განსხეულდა. გურია მეტისმეტად ლამაზია, მეტისმეტად ლაღი, წიგნიერი და თავისუფლების მოყარე. ასე იხსენიებდნენ გურიას სხვადასხვა ეპოქის მოგზაურები. თუ ვინმე შეუძლია იამაყოს, რომ კაცობრიობის კულტურულ საგანძურს ფასდაუდებელი მარგალიტი შეძინა, სწორედ გურიაა, მისი უნიკალური მრავალხმიანობით. და თუ თანამედროვეობაზე ვისაუბრებთ, მუდმივი სიახლისკენ სწრაფვა, რომელიც ასეც ხადია გურული კაცის ხასიათში, ქვეყნის წინსვლის ერთგვარი გარანტია. ხოლო სიბრძნე, რომელიც გურულ დალოცვაში საუკუნეების წიაღიდან მოდის, ღმერთს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ქვეყნის განვითარების უმთავრესი ქვაკუთხედია. ჩვენი საზეიმო გალა კონცერტი კი გრძელდება და სცენაზე ვთხოვთ განუმეორებელ ბასიანს ანსამბლ რუსთავთან ერთად. მრავალხმიანი მუსიკის მართლაც უნიკალური ნიმუში. ჩვენი ეროვნული სიმდიდრე ხასანბეგურა. ხო. დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება გაერთიანება. ამ დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ ერთად ყოფნაზე იმ ადამიანებთან, რომლებიც დროებით მოწყვეტილი არიან საქართველოს საზღვრებს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია, განსაკუთრებით მინდა მიულოცო დამოუკიდებლობის დღე, სწორედ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დამოუკიდებლობის თარიღი
სულ სხვა კონტექსტში და სულ სხვა მნიშვნელობითაა დატვირთული ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის. ნამდვილად ასია და ის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა ჰქვია, განვითარება, რაც ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობაა, ისევე მნიშვნელოვანია ჩვენი ოსი ძმებისთვის და საერთოდ სამაჩაბლოში მცხოვრები ადამიანებისთვის, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქისათვის. უძველესი სამაჩაბლო, უმდიდრესი არქიტექტურით, ბრწყინვალე ლიტერატურული მემკვიდრეობით და თეატრალური ტრადიციებით. ცხინვალი, საქართველოს მშვენება, მრავალეროვანი ქალაქი, სადაც სიყვარული და ურთიერთპატივისცემა ცხოვრების წესის უმთავრესი საძირკველი იყო. ხარე, რომელიც მუდამ ეიმედებოდა მთელს საქართველოს თავისი დიდებული წინაპრებით და იქ მცხოვრები ადამიანებით, რომლებიც ყოველთვის იყვნენ და მუდამ იქნებიან საქართველოს ერთიანი სხეულის განუყოფელი ნაწილი. თქვენთან ერთად განსაკუთრებული სიყვარული მინდა შევთვალოთ სამაჩაბლოში მცხოვრ ჩვენს თანამოქმედებს. გულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და სცენას აკადემიური ანსამბლ ნართებს უთმობთ. ცეკვა სიმდი.
რომელიც მხარე საიდანაც დაიწყო საქართველოს ერთიანი სახელმწიფო და მხარე რომელიც მუდმივად ქართულ აზროვნებაში სიამაყის სიმბოლოა. მეთანხმები ალბათ დათო. ნამდვილად ასეა. აფხაზეთი მუდამ იყო და იქნება ერთიანი დამოუკიდებელი საქართველოს განუყოფელი ნაწილი. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, რომ აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები იყვნენ ყველა იმ სიკეთის და წარმატების გამზიარებელნი, რაც ქვეყნის განვითარებას და აღშენებლობას მოაქვს. იყვნენ თანამონაწილენი საქართველოს განვითარების პროცესისა. დასავლეთ საქართველოში ყოველგვარი ღირსებით შემკულ ადამიანზე იტყოდნენ აფხაზივით კაციაო. მარტო ეს ერთი ფრაზა განსაზღვრავს მთელი საქართველოს დამოკიდებულებას აფხაზეთთან და აფხაზ ხალხთან. და კიდევ ის საოცარი ლექსი ჩემი მორდო აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან. ლექსის ტრიქონები უპირობოდ განსაზღვრავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს, იმ სიყვარულსა და ერთობას, რომელიც მარადიული და უკვდავია. სცენაზე კვლავ ლეგენდარული ერისიონია. ცეკვა აფხაზური.
თავის საქართველოზე ის რაც გვიამაყება და გვაერთიანებს, სწორედ ასე ქვია ჩვენს დღევანდელ საზეიმო გალა კონცერტს და ნამდვილად ალბათ უპირველესი რაც გვაერთიანებს და გვიამაყება არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამიტომ კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს ამბავი სწორედ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისა და ცხოვრების მუდმივი სწრაფისა და გამარჯვებების ამბავია. დამოუკიდებლობის მიღწევაში, შენარჩუნებასა და მოვლაპატრონობაში ქვეყნის ყველა რეგიონის, ყველა მოქალაქის ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ ეს დღე ერთნაირად ძვირფასია ყველა კუთხისათვის, ყველა ქალაქისთვის, ყველა რეგიონისათვის. სამეგრელო ის მხარეა, რომელიც საქართველოს ანტიკური წარსულის აკვანია, მითების და ლეგენდების საბრუელში გახვეული უმშვენიერესი მხარე, ღვთაებრივი მუსიკალური ჰარმონიით, დიდებული ადამიანებით, რომლებიც ყოველ დროსა და საუკუნეში სახელმწიფოებრივად აზროვნებდნენ და საქართველოს სიკეთისთვის იღწვოდნენ. მეგრული ენა ერთიანი ქართული ენობრივი ქსოვილის უძვირფასესი მარგალიტი და ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. სამეგრელო ის მხარეა, რომლის მკვიდრთა ცხოვრების წესი და აზროვნება თავისთავად განსაზღვრავს მთელი საქართველოს პროგრესსა და ღირსეულ განვითარებას. კლავაც სცენაზე ვიწვევ ერისიონს. თეშ იღბალი.
საბოლოოს ამბავი ღირსების ამბავისაა. ღირსეული ბრძოლის, შრომის, ურთიერთპატივისცემის, სახელმწიფოებრივი აზროვნების ამბავი. ღირსება სწორედ ისაა, რაც ყველას გვეამაღება. და იქ, სადაც ღირსებასა და ვაჟკაცობაზეა საუბარი, თქვენ აუცილებლად გვახსენდება სვანეთი. სვანეთის ხაპარს სიზმარს უფრო ჰგავს ვიდრე რეალობას თავისი დიდებულებით, სიამაყით და ერთგულებით, საოცარი ადამიანებით. საქართველოს საუნჯის მცველი, ასე ეძახის სვანეთს ყველა. ეს საუნჯე მატერიალურიცაა თუ გავითვალისწინებთ სვანეთში შემონახულ კულტურის უნიკალურ ნიმუშებს და სულიერიც, თუ იმ ღირებულებებს გავიაზრებთ, რითაც სვანი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდა და ცხოვრობს დღესაც, ერთგულებით და ღირსებით. ჩვენს საზეიმო გალა კონცერტს კი აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი განაგრძობს, გთხოვთ. ცეკვა შვანთე.
საზეიმო გალა კონცერტი გრძელდება, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ხელოვანები მთელი საქართველოდან, ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან. ამბავი საქართველოზე, ის რაც გვეამაყება და ის რაც გვაერთიანებს. ჩვენი მოგზაურობა საქართველოს გარშემო გრძელდება და აუცილებლად უნდა შევიხედოთ რაჭა-ლეჩხუმში. ერთ-ერთი უმშვენიერესი კუთხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, განუჩევად ყველა საქართველოს განსაკუთრებით უპირობოდ უყვარს და ეამაყება. თუ რამე უნდა ეამაყებოდეს ქართველს ეს საქვეყნო საქმის უხმაუროდ კეთებაა. ამ ღირსებით იცხოვრა რაჭა-ლეჩხუმმა საუკუნეების განმავლობაში. უხმაურო სიკეთე, სიდინჯე, ვაჟკაცობა საქართველოსთვის მსახურების ფორმა დამოირჩია. ფასდაუდებელი კულტურული მემკვიდრეობით, საოცარი ადამიანებით უმდიდრესი მხარე თავისი კეთილშობილებით ერთიანი ქართული სახელმწიფოს ღირსეული საამაყო ნაწილია. კონცერტს ვაგრძელებთ ამბროლაურის ანსამბლის საგალობელი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. და მთელი რაჭა-ლეჩხუმის სიყვარული ჩამოგვიტანა. ქართლის მზესა და მშენებას თქვენ სილაღე თქვენ მშენება თქვენ ტერსკი გადაშენება აღდგენიდან 106 წელი შესრულდა, თუმცა ეს არის ქვეყანა, რომლის სახელმწიფოებრიობად 3000 წელს ითვლის და სამართლიანოდ ამაყობს ამ ფაქტით. საქართველოს ამბავი მართლაც უძველესია, მაგრამ არა მხოლოდ ისტორიაა ის, რაც გვაერთიანებს, არამედ აწმყო და რაც მთავარია მომავალი, რომელიც ღირსებით უნდა შევქმნათ. შავხევსურეთი, თუშეთი, საქართველოს გაუტეხელი და დაუმარცხებელი ფარხმალია. დიდებული აქაური ცეკვა და სიმღერა, სილაღე, თავისუფლება, მაგრამ არის ერთი რამ, რითაც საქართველოს მთან ბარიც დაამშვენა და მთელი ქვეყანაც გაამდიდრა. პოეზია, ხალხური ლექსი,
როგორც გვირგვინი პოეტური აზროვნებისა, ლექსად თქმული საქართველოს გმირობის, ერთგულების, სიხარულისა და მარადიულობის ამბავი, რომლითაც ყველანი სამართლიანად ვამაყობთ და აღტაცებულნი ვართ. სცენაზე კი ვთხოვთ ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს. ცეკვა ფარიკაობა.
მოქალაქეს ნამდვილად გვიამაყება და გვაერთიანებს არის აჭარა, საქართველოს მარგალიტი. აჭარის ამბავი საქართველოს ამბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, დიდი და უმშვენიერესი ეპიზოდია. რაც თავარია ეს არის ეპიზოდი უნიკალური ამბავი განვითარებაზე, აღშენებლობაზე, საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნებასა და მომავალზე ორიენტირებაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. აჭარის მშვენიერებაზე, მის ამოუწურავ პოტენციალზე დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო. მხარე, რომელმაც მიუხედავად ერთიანი საქართველოდან საუკუნეობრივი მოწყვეტისა, არასდროს დაკარგა ქართველობა. როგორც აჭარის ბუნება უნიკალური, კონტრასტებით სავსე, მრავალფეროვანი, ასევე მრავალფეროვანი და მრავალმნიშვნელოვანია აჭარის როლი ჩვენი ქვეყნის კულტურულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოს აწმყოსა თუ მომავალში, რომელშიც აჭარას მართლაც გამორჩეული ადგილი უკავია. ბათუმსკი, რომელიც საქართველოს ყველაზე ევროპული ქალაქია, დამსახურებულად უწოდებენ შავი ზღვის თეთრ მარგალიტს. საქართველოს დამოუკიდებლობისას დღისადმი მიზნული გალა კონცერტი წარმოუდგენელია აჭარული ცეკვის გარეშე. ნამდვილად ასეა, ასე რომ აპლოდისმენტებით შევხვდეთ აჭარის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს არსიანი. დედათ
დამოუკიდებლობის დღისადმი მიზღვნილი გალა კონცერტი, რომელშიც თითქმის მთელი საქართველოს მონაწილეობს. უპრეცედენტო. ნამდვილად ასეა. ჩვენ მოგზაურობთ საქართველოს გარშემო, ყველა რეგიონს მოვივლით და ეს მართლაც გამორჩეული მოვლენაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს. დამოუკიდებლობა, რომელიც სწორედ 106 წლის წინ გამოცხადდა ქალაქ თბილისში. კი ბატონო, საქართველოს ამბავი უკვე 1600 წელია თბილისის ამბავიცაა ქალაქის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სახლის სიხარულისა ერქვა. თბილისი, დედაქალაქი, დედა თბილისი. რასაარესო სიტყვით არ მიმართავენ ამ მართლაც ჯადოსნურ ქალაქს. ყველა სინონიმის საქართველოს მთავარი ქალაქისა ქართული ენის უმთავრეს სიტყვას დედას შეიცავს. თბილისი, კულტურათა შეხვედრის ადგილი, თვითმყოფადი, ერთადერთი, ქართული აზროვნების გამაერცხეულებელი და მთელი საქართველოს გვირგვინი. ქალაქი, რომელსაც ამაყად შეუძლია თქვას, მე ვარ ის, ვინც გიამაყებათ და გაერთიანებთ. უნიკალური, ქალაქური, თბილისური ფოლკლორით თქვენს წინაშეა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი აფხაზეთი.
თბილისის საქართველოს გულია, იმ საქართველოსი, რომელმაც ვეფხისტყაოსანი თავისი სააზროვნო სივრცის ქვაკუთხედად აირჩია, იმ საქართველოს მთავარი ქალაქია, რომლის კარიბჭეც მისტიკური სამცხია, ხოლო სულიერების საწყისი ზღაპრული ჯავახეთი. არსებობს მოვლენები და ღირებულებები, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს და ცხოვრების წესსაც, მის წარსულსაც, აწმყოსაც და მომავალსაც. არსებობს მოვლენები და ადგილები, რომელიც მარადისობასთანაა ანაზიარები. სამცხე-ჯავახეთი ის მიწაა, სადაც ვეფხისტყაოსანი დაიბადა, სადაც კაბადოკიელმა მოციქულ სწორმა ნინომ ქართულ მიწაზე დაადგა ფეხი. სწორედ ჯავახეთის კურთხეულ მიწაზე გაიგონა მან სიტყვები ეს საქართველოა. ის რაც ამ მხარემ განულო მოთმინებითა და ღირსებით საარაგოა, ხოლო ის სულიერება, რომელიც მთელს ჩვენ მომავალს განსაზღვრავს, მართლაც გვიამაყება და გვაერთიანებს. დამოუკიდებლობის დღე უმთავრესი დღესასწაულია სახელმწიფოსათვის, ალბათ თითოეული ადამიანი დამეთანხმება, თუმცა ამავდროულად არის დღე, როდესაც ფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანზე, ანუ მომავალზე. ისინი, ვინც ახლა სცენაზე ამოვლენ, ჩვენი ქვეყნის მომავალია და დამოუკიდებლობა. უპირველეს ყოვლისა, მათია. რადგან სწორედ ისინი უნდა გახდნენ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ძლიერების პატრონებიც და დამცველებიც. სცენაზეა ის, რაც გვაერთიანებს, გვიამაყება, ჩვენი შვილები, მომავალი თაობა. ის რაც ნამდვილად საქართველოს უწყვეტი ამბის სიმბოლო, ქართული მრავალჟამიერია. მრავალჟამიერ საქართველოს დამოუკიდებლობას. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გუნდი მძლევარი და პატრიარქის ნათლულთა გუნდი. გთხოვთ, მივესალმოთ. See